ლამაზი სახლი არის და ესეთი უნიკალურია. არ საქმეს გიკეთებდა თქვენას და ვიტო აკეთებს იკეთებს. აიკრძალოს მაყულის დიდი ბუჩქები. სახლებზე ასული ეკალი და ბარდი და სად არის? სად არის? თლაბოლოში. გამარჯობა. ჩემ უკან ჯიხვის და არწივის ძეგლს თუ ხედავთ, აი მაგ ძეგლების ავტორის სახლში მივდივართ დღეს. რაჭაში, სოფელ ურავში. მოვედი სოფელ ურავში, ბატონი გიორგი ჩალაძის სახლში. ავიტყოდი უფრო სახლ-მუზეუმში, იმიტომ რომ ესეთი ლამაზი სახლი არის და ესეთი უნიკალურია თავისი ნახატებით, რომ ალბათ უფრო სახლ-მუზეუმი შეიძლება რომ ერქვას. გიორგი ჩალაძე იყო მოქანდაკე მხატვარი, რომელიც აქ დაიბადა ურავში. ურავში სხვაგანაც არის მისი ნახატები, სკოლაზე მაგის კადრებსაც ჩავსვავ. ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, როგორი პიროვნება იყო. სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. მე მქონდა ბედნიერება, რომ პირადად გამეცნო ის და უნიკალური ადამიანი იყო, გარდა იმისა, რომ ესეთ უნიკალურ რაღაცებს ქმნიდა. შევიდეთ, დაგათვალიერებინებთ ახლა სახლს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდი ვერ მოახერხა ოჯახმა, რომ მიეხედა ამ სახლისთვის. მე დაუკავშირდი მათ, შევთავაზე, რომ მეთქი ესეთ პროექტს ვაკეთებ და თუ სურვილი გექნებათ, შევალამაზებ თქო და რა თქმა უნდა დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. მაყულის ბუჩქებმა ზოგადად ესე იცის, სულ რამდენიმე წელი სჭირდება მოკლედ, რომ ესეთ მდგომარეობაში ჩააგდოს მაყვალმა სახლი. ეხლა მე ვეცდები, რომ ეს ყველაფერი გავასუფთავო და შეძლების დაგვარად პირველ სახეს დაუბრუნო სახლი. სახლი რა ეზო. ინსტრუმენტები მოვამზადე, შემოვიტანე. ახლა სათიბელაში საწვავს ჩავასხავ, ზეთს ჩავასხავ, ამოვქოქავ და შევუდგებით ამ მაყულის გასუფთავებას. ძალიან ცუდია ეს ეკლიანთან მუშაობა, იმიტომ რომ სულ კაწრავს და ალბათ აქედან წავალ სულ დაკაწრული და ხიჭვებით სავსე. მაგრამ ეს პირველი ჯერი არ არის, ასე რომ გამოცდილება გვაქვს და არ გაგვიჭირდება წესით. ეხლა მთავარია აქედან გამოვიდე. ხარ იყო აქ შეძრომა, მე მგონი კაი აზრი. ხო, თუ ვინმეს გაინტერესებთ აი მაყვალთან მუშაობის სპეციფიკა, ყოველთვის იცის მაყვალმა ერთ მხარეს აქვს ძირები და მეორე მხარეს გადაწვება ხოლმე ესე წინ. შესაბამისად, აქედან რო დავიწყოთ წინა მხრიდან თიგვა, ფესვებამდე ვერ მივალთ, ფესვებამდე რა ძირებამდე და ვერაფერს ვერ მოვჭრით. შესაბამისად, ეხლა ვცდილობ, რომ უკნიდან მივადგე, აქედან ძირები ჩავჭრა და გავაერთიანეთ. ესეთი სპეციფიკა აქვს მაყვალს. ცოტა საწვალებელია, იმიტომ რომ უნდა დაქოქო, მოჭრა, გაიტანო, დაქოქო, მოჭრა, გაიტანო, მაგრამ ასე.
ეს ინსტრუმენტი არის მარჯვენა ხელი რა, იმიტომ რომ ეკლები რო აქვს, შორიდან შეგიძლია რომ გამოქაჩო, გაწიო, გამოწიო, ძალიან პრაქტიკული. მაგრამ ხა ცოტა გაიღუნა. ამდენ ძალას ვერ უძლებს. ძალიან რთულია. ესე არც ერთი ეზო არ გამჭირვებია. შეიძლება მთაში ვარ და ჟანგბადის ნაკლებობა რო. მაგრამ მე თუში ვარ და წესით მიჩვეული უნდა ვიყო ცოტა ჟანგბად. კაი, ახლა ორი წამი. ციურ ამე სასმელს დავლევ და გავაგრძელებ. ძალიან რთულია, ძალიან დავიხარ. გავიკეთე ორი ხელთათმანის შიგნით ხელთათმანი რომ თქი ნაკლებად დამკაცრავს თქო და მაინც მაგრამ ამ რაც YouTube-ი დავიწყე ზოგადად ფიზიკური შრომა ადამიანს ბევრ რაღაცას ასწავლის რა რომ რაც არ უნდა იწუწუნო საქმე მაინც გასაკეთებელი გრჩება და დრო გეფლანგება რაც არ უნდა გაბრაზდე და რაღაცა ეს ბრაზი სიტყვაზე უფრო უხეშად მოუქნიო ინსტრუმენტი გიფუჭდება და საქმე მაინც გასაკეთებელი რჩება ასე რომ არც წუწუნი და არც ბრაზი არ შველის ხოლმე საქმეს და ჯობია მაგაზე დრო არ დაკარგოს ადამიანმა კაი სათიბელას ახლა პირ შეუცვლი სხვას დავაყენებ იმით გავაგრძელო და ნახოთ როგორ იმუშავებს. აბა გიორგი იმ თვითონ ჟორა არქ საქმეს გიკეთებდა თქვენას და მითო აკეთებ სიკეთე. დღეს მოხვედი თუ გუშინაც იყავე. დღეს მოვედი. აი საქმეს აკეთებ, კეთილი მოგწეს ღმერთს. კაი ხარით, ასევე, მადლობა. ესე იგი, ახლა ვეცდები რომ ეს წინა ნაწილიც გავთიბო, გამოვასუფთავო რომ იქით უკეთესად მივუდგე იმ ბუჩქებს.
რამ სიგრძე არის. ისა სადმე და სად ეს მაყვალე. აი იქ იყო გადახლართული. ისა პირბადეებს რო კრძალავენ, აიკრძალოს ესეთი მაყვლის დიდი მოულელი ბუჩქები. დაუწერეთ მთავრობის Facebook გვერდზე. აიკრძალოს მაყვლის დიდი ბუჩქები. გამარჯობა. აი ვასუფთავებ, აქ მაყვალი რო იყო ძალიან მოდებული, მაგას ვასუფთავებ რა. გენაცო. ვიდეოს ვიღებ თან და როგორი იყო და როგორი გამოვიდა. ლილი ჩემი ახლობელი იყო და იმიტომ. ასე. კარგად იყავით. კარგად იყავით.
ძირითად ნაწილს. მოურჩი ეზო ასე თუ ისე გასუფთავდა ეკალბარდისგან. ეხა მინდა რომ კიბე გავასუფთავო. მე შიგნითაც მინდა რაღაც პატარა ხელი შევავო, ასე რომ ვნახოთ. შეგვრჩა ხელში. Bite. ესე იგი, გავდივარ ბოლოსკენ. ახლა ვიღაცა დაწერს, რომ ეგ რა საქმეო, წესიერად გაიკეთებინაო და გირჩევნიათ არ დაწეროთ, იმიტომ რომ ესეთი რთული სამუშაო აქამდე წინა ვიდეოებთან შედარებით ეს იყო ყველაზე რთული. ერთი ის რომ დაღმართი იყო, მეორე ის რომ იქიდან გადმოწოლილი მაყვალი იყო და მოკლედ საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა რა. ბოლო შტრიხებს ახლა მივასუფთავებთ. ეს დიდი ალბათობით გაზაფხულამდე შეიწამლება და ეს მაყვალი აქ წესით აღარ შექმნის ესეთ პრობლემას. ხო, ნუ ამ ტექნიკით რაც მაქვს, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ მაქსიმუმი გავაკეთე, ასე რომ ბოლო შტრიხებს შევიტანთ და ეგ იქნება დღევანდელი დღე. მაჩეტე მაგარი რამეა. ბავშვობაში რომ მქონოდა ეს ეკლებს რო თავებს ვაწყვეტდი. როგორც ყველა უბნის ბავშვი, რაღაც ეკლები რო იყო ხოლმე ესეთი დიდი კოკორივით რო აქვს თავი, წკაპდა თავი მომძრალი. ალბათ აღარც ხელი მექნებოდა და აღარც ფეხი, მაჩეტე რომ მქონოდა ბავშვობაში. არ მისცეთ ბავშვებს მაჩეტეები, მაგრამ ალბათ ერთი მოქნება ძალიან გავიხარეთ. ესეც ურავის სკოლა, რომელზეც ასევე
ჟორა ბაბუას ნახატია გამოსახული ვეფხი და მოყმე. კინაღამ დამოვიწყდა, არხი გამოიწერეთ მეგობრებო, დააკომენტარეთ, კარგი კომენტარები. მოკლედ რაჭაში ახლა ალბათ ლობიანი რო არ ვჭამოთ, ისე ვერ წავალთ. შესაბამისად ახლა მოვძებნით ადგილს, სადაც გემრიელ ლობიანებს გვაჭმევენ და ესეც ილინეს ლობიანი, ესეთი. თანგარი. ყვალიდან გაუდგებით გზას. თუ რამე საინტერესო ვნახე, კიდე ისეთი რო არხზე მოხდეს, მაგასაც აუცილებლად გაჩვენებთ. მოკლედ იმედია ისიამოვნეთ და კიდე გავიმეორებ გამოიწერეთ. მადლობა. სახლებზე ასული ეკალი და ბარდი და სად არის? სად არის? თლაბოლოში. მგონი მოვაგენით მაგ სახლს, რომელიც იგვასწავლეს.